სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და მისი თანამძრახველი უკვე საქალაქო სასამართლოში არიან გადმოყვანილი. ორივე ბრალდებული ელოდება, როდის დაიწყებს მოსამართლე დავით ყურტანიძე მათი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობას. ისინი აღიარებენ დანაშაულს, ქრთამის აღების ფაქტს და სავარაუდოდ ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, რომ ორივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს სასამართლოს ხტომათა დარბაზიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გინდება, რომ 560 ლარის ქრთამის სანაცვლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რა ეპიზოდს ედავებიან ბატონო როსტომ მათ, იმიტომ რომ 4 საქმე იყო გაერთიანებული სუსის ბრიფინგზე. რა ეპიზოდია ეს? ეს ეპიზოდი არის სურსათის უმნელობის სამსახურის თანამშრომელი იყო. ხალბატონი და დაამზადებას ედავებიან 8 ცალი ყალბი მოწმობა დაამზადა ვეტერინარო. რა პოზიცია ჰქონდათ დაკავებულებს, შეგიძლიათ გითხრათ? აღიარებენ, თანამშრომლობენ, რა თქვეს? აღიარებენ სადენენ დანაშაულს. ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის და მისი თანამძრახველის დასაკავებლად სპეცოპერაცია კაცში ჩატარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კი გაირკვევა, გაუშვებს თუ არა სასამართლო დაკავებულებს 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში. პირველების ეთერში ლიზა ლასარეიშვილი საუბრობდა.